მოგესალმებით ის რაზეც ჩვენ საუბრობთ უკვე კვირების განმავლობაში უკვე დადასტურებულია შესაბამისი ჩანაწერით რომ კოალიცია ძლიერ საქართველოს ლელოს წევრებზე მაჟორიტარებზე მერებზე ჩვენს ადგილობრივ ლიდერებზე მიმდინარეობს ძალადობრივი ზეწოლა და შეტევა ანტიქართული ოცნების ივანიშვილის კახაკალაძის და სუსის მხრიდან ეს ყველაფერი კიდევ ერთი დასტურია იმისა რომ ქართულ ოცნებას ეშინია ჩვენი მონაწილეობის წინააღმდეგ შემთხვევაში არ არსებულია რატომ სჭირდება მას ზეწოლა და ძალადობა განსაკუთრებულად რეგიონებში ჩვენს წევრებზე და კანდიდატებზე ჩვენ გვაქვს ხელთ ის ჩანაწერი სადაც დასტურდება ერთ-ერთი მაჟორიტარის მიერ რომ მან კანდიდატურა მოხსნა ზეწოლის ძალადობის მუქარისა და მოწყიდვის ცდელობის პარალელურად ის ასახელებს ქართულ ოცნებასთან დაკავშირებულ ბიზნესებს ის ასახელებს შავ სამყაროს კანონიერ ქურდებს რომელთანაც თანამშრომლობს ქართული ოცნება ის ასახელებს რომ სუსის ჩართულობით და ადგილობრივი პოლიციელების ჩართულობით მასზე ზეწოლა განხორციელდა რომ მას მოეხსნა კანდიდატურა კონკრეტული მუქარის და ძალადობის და მოსყიდვის მცდელობის სანაცვლოდ ცხადია რომ კახაკალაძე არა მხოლოდ როგორც თბილისის მერობის კანდიდატი, არამედ ქართული ოცნების გენერალური მდივანი, რომელიც მისივე პარტიის წესდების მიხედვით არის პასუხისმგებელი ყოველდღიურ ყოფით მნიშვნელოვან პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე და ნაბიჯებზე. ის არის პასუხისმგებელი მოსყიდვაზე და ძალადობაზე, რაც მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს. მას ეკისრება პასუხისმგებლობა იმ ძალადობაზე, მუქარაზე, კანონიერი ქურდების, შავი სამყაროს, კრიმინალების ჩართულობაზე ჩვენი კანდიდატების წინააღმდეგ ბრძოლაში. შესაბამისად, მათ ვაკისრებთ პასუხისმგებლობას და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი იქნება გამოძიებული და მას დაეკისრება მძიმე სამართლებრივი და პოლიტიკური პასუხისმგებლობა. და თაზუდათ უნაშულს თხოვ. Мне стыдно сюда уже проходить, понимаешь? Нет, а ты не можешь. Бизнесмены пошли. Это круто, да не раньше это не давали. Я положил на них. Я на это не спрашиваю, с ним работает. Это тупо. После времени, который это специально работает, на него он 100 тысяч лайв, больше 100 тысяч. Ему инвентарь дали. Клянусь. Я сказал, не 70 лет. Все молодые. Но они сказали, сейчас то, что класс отбирали, все сделаем, и снимать всех, то, что есть там работающие. Потому что депутат без тебя все абсолютно точно. И потом они сказали то же самое. После 4-го билета будет марте месяца будет парламентский. Это говорили отвязно. Я и сказал, я вас уважаю, но вы не партии по конституции. У вас был какой? Метрой? Могу сменить? Потом не карастусь. Შემანიშნე როდის დაიწყოს თაზო? აკიცამი. მოგესალმებით. ამ ჩანაწერში ჩვენ მოვისმინეთ პირდაპირ მტკიცებულება ყველა იმ მეთოდის, ყველა იმ ბინძურესი ხერხის, რომლითაც ქართული ოცნება ცდილობს საქართველოს მოქალაქეების არჩევანი დააზიანოს, შეცვალოს და დაამახინჯოს. ჩვენ აქ დავინახეთ პირდაპირ მოსყიდვა. ჩვენ აქ დავინახეთ პირდაპირ პოლიტიკური შანტაჟი. ჩვენ აქ დავინახეთ, რომ ქართული ოცნება გარიგებულია ეშმაკთან, გარიგებულია კრიმინალურ ავტორიტეტებთან, კანონიერ ქურდებთან და სუსი, კანონიერი ქურდები, არ ვიცი, ადგილობრივი კიდე ძალოვანი სტრუქტურები ერთად შანტაჟით დაშინებით, პიროვნული განადგურებით, პატივის აყრით ადამიანების ცდილობს, რომ
საქართველოს მოქალაქეების არჩევანი დაამახინჯოს. ცდილობს, რომ ლელოს კანდიდატებს საქართველოს მასშტაბით ამ მეთოდებით მიუდგეს. ეს არ არის იზოლირებული შემთხვევა. ჩვენ გვაქვს ბევრი სხვა შემთხვევა, რომელზეც კონკრეტული მტკიცებულებები ჯერჯერობით არ გვაქვს, მაგრამ კონკრეტული ამბები. მთელი საქართველოს მასშტაბით, არა იზოლირებულად მარნეულში ან ბოლნისში, არამედ იმერეთში, სამეგრელოში, აჭარაში, ყველგან ერთი და იგივე ხელწერა, ერთი და იგივე მიდგომა. კუნთმაგარი ძალოვანები, სუსის წარმომადგენლები, კრიმინალური სამყაროს და ორგანიზებული დანაშაულის სამყაროს წევრები, როგორ მიდიან ადამიანებთან, მათ ოჯახის წევრებთან, აშინებენ და ამ შიშის საფუძველზე უნდათ რომ მათ კანდიდატურები მოხსნან. მე მოუწოდებ საქართველოს პროკურატურას, არავის არ ჯერა თქვენი გამოძიებების, მაგრამ დაკითხეთ ეს კაცი. დაკითხეთ, გამოკითხეთ და თქვენ თვითონ გაარკვიეთ, რაზეა აქ ლაპარაკი. ვინ არიან ის ადამიანები, ვინც რაღაცა ინვენტარის თუ რაღაცა სარგებელის სანაცვლოდ სთხოვენ საქართველოს მოქალაქეებს, რომ მათი პოლიტიკური კარიერა დაასამარონ, რომ პატივი აიყარონ, რომ უღალატონ პრინციპებს, უღალატონ ადამიანებს და აი ამ მდგომარეობაში ჩააგდონ, რამ მდგომარეობაშიც ეს კაცი ჩააგდეს. ეს რეალობა უნდა დამთავრდეს 4 ოქტომბერს. ეს რეალობა ვერ იქნება ის, რაშიც საქართველოს მოქალაქეები მუდმივად იცხოვრებენ. კახა კალაძეს, ბიძინა ივანიშვილს და ამ მართლა სოციალურ და პოლიტიკურ მტვერს ამ ქვეყნის ერთხელ და სამუდამოდ გაყვება აი ეს უბედურება და უბინძურესი პრაქტიკა, რომელიც ვერ ამოუძირკვეთ ვერცერთ არჩევნებზე და მხოლოდ დემოკრატიული ცვლილებები ამოძირკვავს ამ ყველაფერს. დაშინებას, ადამიანების გაფუჭებას და ადამიანების შეურაცხყოფას იმისთვის, რომ რაღაცა ზეგავლენა მოახდინონ შედეგზე. ლელო დღეს არის მძიმესი პრობლემა ქართული ოცნებისთვის, ისინი ცდილობენ ყველა აი ამ ბინძური მეთოდით ჩვენ დაგვაზიანონ. მაგრამ ყველას უნდა ესმოდეს, ეს არც ეს კანდიდატურის მოხსნა არაფერს არ ნიშნავს, იმიტომ რომ ეს ადამიანები ბიულეტ ლეტერებში იქნებიან და ისინი ხმებს ჩვეულებრივად აიღებენ. არც პიარულად არ გვაზიანებს, ეს უბრალოდ ქმნის აი ეს მიდგომა საშინელ გარემოს ამ ქვეყანაში, საშინელ წინასაარჩევნო გარემოს და ანადგურებს და ამცირებს საქართველოს მოქალაქეებს. ეს პრაქტიკა უნდა დავასრულოთ 4 ოქტომბერს, ისე როგორც დავასრულებთ ამ ოლიგარქატს და რუსულ მმართველობას ამ ქვეყანაში. მადლობა.